ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვიდნენ. სტუმრები ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კიბოს უფასო სკრინინგული კვლევები ჩაიტარეს. სტუმრებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა უმასპინძლა და სკრინინგ ცენტრში არსებული სერვისების, სამედიცინო აპარატურისა და პროგრამის განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეს კვლევები სრულიად უსაფრთხო, მარტივი და უმტკივნეულოა, რადგან აქ არის მაღალტექნოლოგიური აპარატურა, ადრეულად აღმოჩენილი დაავადება არის უპირობო შანსი, რომ ცხოვრება გავაგრძელოთ სრულფასოვან და ჯანმრთელად. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ქალბატონებო, ჩაიტარეთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევები, რადგან თქვენი შვილები კიდევ უფრო ბედნიერები იყო. ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხის შენარჩუნებისთვის, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის გაცილებით უფრო მარტივია წინასწარ აღმოვაჩინოთ ნებისმიერი ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემა, იქიდან გამომდინარე, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და წინასწარ სწორად დავგეგმოთ, თუ როგორ უნდა მივხედოთ ჩვენ ჯანმრთელობას, ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. რეგულარულად მოვდივარ აქ, რადგანაც ეს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ვიყოთ დედები, ვიყოთ შვილები, ვიყოთ მეგობრები, ვიყოთ მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა და ამის საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, რადგანაც ეს ყველაფერი ჩვენთვის ქალბატონებო არის უფასო. აუცილებელია შევემოწმოთ, აუცილებელია მივხედოთ ჩვენ თავს და აუცილებელია მოვიდეთ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში. როდესაც ასეთი ცნობადი სახეები თვითონ იტარებენ გამოკვლევებს ჩვენ ცენტრში, ეს ერთი მხრივ წარმოადგენს გზავნის მოსახლეობაზე, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის უპირველესი საზრუნავი და პრიორიტეტი თითოეული ადამიანისთვის.